მოგესალმებით, თქვენ უყურებთ აზროვნების აკადემიის აღზრდის პოდკასტს. მე მისი წამყვანი ნინო ბუაძე ვარ. დღეს ჩვენთან სტუმრად არის ელენე ბეთლემიშვილი, პედაგოგი. მოგესალმებით, ელენე. მოგესალმებით, ქალბატონო ნინო, რა თქმა უნდა, მადლობას გიხდით აქ მოწვევისთვის და ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა დავფიქრდე იმ კითხვებზე, რომლებიც თქვენ გექნებათ. კეთილი. ელენე, მონტესორის ფრაზით მინდა დავიწყო ჩვენი შეხვედრა. ყოველი ბავშვის მიღმა დგას უფროსი, რომელმაც ირწმუნა მისი. თქვენ რატომ აირჩიეთ პედაგოგობა? კი, სხვათა შორის მიფიქრი ამ კითხვაზე და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ ბავშვობიდან ვოცნებობდი მასწავლებლობაზე. რადგან მე არ მაქვს ეს გამოცდილება, მართლა არ მიფიქრია, რომ ყოფილიყავი მასწავლებელი. უბრალოდ იყო ეგეთი გარემოება, რომ მივიღე განათლება პედაგოგიური და დავიწყე სკოლაში მუშაობა, მაგრამ აი სიმართლეს ვამბობ ახლა ამას, რომ რა წამს ბავშვებთან დავიწყე ურთიერთობა, მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი ადგილი. ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს ხოლმე ბავშვებთან ურთიერთობა ეს ერთი, მაგრამ მუდმივ სიახლეების ძიებაში ყოფნა არის ჩემთვის ძალიან კომფორტული. ბავშვებთან სხვანაირად ვერ იმუშავებ. აი მაგალითად თუ ყავს ერთი ჯგუფი, რომელთანაც მუშაობ რაღაც 1 წლის განმავლობაში და კვლავ იგივე ასაკობრივ ჯგუფთან მოგიწიოს 1 წლის შემდეგ მუშაობა, აბსოლუტურად განსხვავებული მზაობა გჭირდება მასწავლებელს. განსხვავებული მომზადება, უკვე სხვა რამეზე ფიქრი, სიახლეებზე ფიქრი და როგორ იყო ამ ბავშვებისთვის საინტერესო. ამიტომ ეს მუდმივი განვითარება, ჩემი განვითარება ვფიქრობ, რომ ერთ პროფესიაში არ ვარ გაჩერებული. აი ასე მგონია, დამისვე სხვათა შორის კითხვა, რომ აი 20 წელი ერთ ადგილზე როგორიაო და მაშინ დავფიქრდი, ნუ თუ 20 წელი არ ერთ ადგილზე ვარ, ფაქტობრივად არ ვარ ერთ ადგილზე. ეს ახალი ბავშვები, ახალი საჭიროებები, ახალი გამოწვევები, ახალი ინტერესები მასწავლებლებს გვაძლევს მაგ შესაძლებლობას, რომ მუდმივად სიახლეებში ვიყოთ. და ახალი ბავშვები და ახალი თაობა, რომელსაც ძალიან ხშირად ვისმენთ, რომ ეს განსხვავებული თაობა მოვიდა. განსხვავებული თაობა თავისი ველით, ველი სხვანაირი აქვს მათ და თავისი ძლიერი მხარები და საჭიროებებით. როგორები არიან თანამედროვე ბავშვები თქვენ სახლში? კი ბატონო, თანამედროვე ბავშვები ძალიან საინტერესოები არიან თავისთავად, მაგრამ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე გვაყენებენ მასწავლებლებს. კი, აქამდეც იყო ძალისხმევა, რომელსაც დებდი ამ პროფესიაში, რომ შენი გაკვეთილები და ბავშვებთან ურთიერთობა საინტერესო ყოფილიყო, მაგრამ დღეს გაცილებით მეტი ძალისხმევა გჭირდება, რადგან მათი ინტერესები უკვე გაცილებით მრავალფეროვანია. განსხვავებულია მათი საჭიროებები. შესაბამისად, თუ არ ხარ ამისთვის მზად და ყოველდღე არ ფიქრობ ამაზე, ხანდახან იმასაც კი გამოვრიცხავ ხოლმე, რომ ერთი კვირის განმავლობაში დავგეგმო რაღაც. კი, გეგმავთ, გვაქვს ჩვენი, ასე ვთქვათ, სამოქმედო გეგმა თავისი რესურსი იქნება თუ რაღაც მზაობისთვის განკუთვნილი, მაგრამ ყოველ დღე რა გარემოებაც ხდება შენ საკლასო ოთახში, რა საუბრებიც ყალიბდება, რაზეც იჩენენ ინტერესებს, რით უფრო მეტად დაინტერესდები, არაში უფრო მეტი ძალისხმევას ჩადებენ და მიხვდები, რომ აი ამისი კეთება მოეწონათ, გიწევს, რომ მეორე დღეს რაღაც ასე შეცვალო, ასე შეაბრუნო, რომ მათთვის ეს იყოს საინტერესო, იოლი არ არის. ძალიან რთულია და ერთი რაზეც ვფიქრობდი, არ ვიცი თუ არის ეს საინტერესო ამ საუბრისთვის, მაგრამ მე ხო ახლა გაცილებით დიდი ვარ, რა თქმა უნდა და რაღაც განვითარების ხაზი არის, აი ციფრულ სამყაროზე მინდა მოკლედ თქვა, რომ იყო ეტაპი, როდესაც გრძელ წერილებს ვწერდით, თუნდაც Facebook-ი, როდესაც გრძელ პოსტს ვწერდით, ხო? მიყვარდა კითხვა, გვიყვარდა ადამიანებს რაღაც ბევრ დროს დავთმობდით ამისთვის, დაუთმობდით ამას. იყო რომ დიდ ვიდეოებს მოვისმენდით, გრძელ ვიდეოებს და დღეს არ არის ეს კარგი, ვიცი რომ კარგი არ არის, მაგრამ ადამიანები ძალიან მოკლე და პატარა ინფორმაციებზე დამოკიდებულები გახდნენ და აი ეს ქმნის ცოტაოდენ პრობლემას, რომ ყურადღების კონცენტრირება, კი ვიცოდით ხოლმე მაგალითად 10 წუთი გაკვეთილის განმავლობაში რაღაც 10 წუთი შეიძლება ერთ აქტივობაზე კონცენტრირდეს, აი
პირველ კლასელზე ვსაუბრობ, აი ახლა უფრო რომ მე მალევე უნდა 7-10 წუთი მე უნდა შეცვალო რაღაც და გადაასხვაფერო რომ ბავშვებისთვის ის იყოს ასე ვთქვა დინამიური იყოს პროცესი, სახალისოც იყოს ეს ჩართულობა შენარჩუნებული იყოს როგორც დასაწყისში ისე მიმდინარეობისას. აი ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომ კონცენტრირება ძალიან ძნელია და ამიტომაც არის რომ ის დროც დამთავრდა, როდესაც ერთი რესურსი შეიძლება წაგეღო. ახლა უკვე იცი შენ საკლასო ოთახში რამდენიმე რესურსი გჭირდება 3, 4, შეიძლება 5-იც კი დაგჭირდეს. შეიძლება აღმოაჩინო რომ ვიღაცას იქვე უნდა უცებ მოუხაზო, უცებ რაღაც წიგნი გადაუშალო და ეს სწრაფი რეაგირება უნდა მოახდინო. ეს ძალიან დიდი გამოწვევა იოლი არ არის. და თქვენ აღნიშნეთ რომ მუდმივად ამ პროცესში ვარ, შემოქმედებითია ეს პროცესი, განვითარებაზე ორიენტირებულია ეს პროფესია და მით უმეტეს როცა ახალი დაკვეთაა თანამედროვე ბავშვის ერგება პედაგოგი ამას. აი მე მახსენდება ჩემი პირველი კლასი დაწყებითების საფეხურის პედაგოგი და ალბათ მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები ჩემი მშობლების იმის გამო რომ ესეთი მოცემულობა იყო პედაგოგი რომელიც ითვლებოდა იმ სკოლაში წარმატებულად და მასთან მოხვედრა იყო ძალიან რთული და ამ პედაგოგის წარმატება იზომებოდა იმით რომ მას ჰქონდა ძალიან მაღალი დისციპლინა და იყო მკაცრი და იყო მეორე პედაგოგი რომელიც იყო მშვიდი არც იმდენად მოთხოვნადი და რაღაცნაირად ჩემი მშობლები მიხვდნენ რომ მე არ ვიყავი იმ პოპულარული პედაგოგისთვის მზად და ვიყავი იმ პედაგოგისთვის მზად რომელიც იყო მშვიდი და ნაკლებად პოპულარული იმ პერიოდში ხო აი ეს ინდივიდუალური მახასიათებლები რომ ბავშვისთვის და ზუსტად ვიცი მე მომიწია იმ კლასში გადასვლა 4 წლის შემდგომ და იმ ბავშვების გამოცდილებები რაც იყო მე ზუსტად ვიცი რომ იმ დაწყებით საფეხურზე ისე დავიკარგებოდი ისეთი წნეხის ქვეშ ვიქნებოდი რომ აბსოლუტურად ძალიან დიდი რესურსის ჩადება მოუწევდათ შემდგომ პედაგოგებს რომ მე ჩემი თავი კვლავ მეპოვნა რა მახასიათებლებია ის რომელიც უნდა გაითვალისწინოს მშობელმაც და პედაგოგმაც ბავშვთან დაკავშირებით კი ბატონო ვიფიქროთ კომპლექსური შეკითხვა არის ნამდვილად რადგან წეღანაც აღნიშნეთ რომ ბავშვები განსხვავებული საჭიროებებით არიან და განსხვავებული მზაობით. მე მოდი ერთ ხაზს გავავითარებ ამ ეტაპზე ვთქვათ მე როგორ ვაკეთებ ამ ყველაფერს და ჩემთვის რა არის მნიშვნელოვანი. თუმცა მე მუდმივად კითხვას ვსვამ ხოლმე ისევ ჩემ თავთა რომ რამდენად საკმარისია ეს ყველაფერი იქნებ მეტი სიმკაცრე უნდა გამოვიჩინო იმიტომ რომ მე მიფიქრია რომ აი ეს რასაც ქვია სიმკაცრე ჩემში ვერ გავავითარე ვერც ჩემს შვილებთან ურთიერთობაში არ ყოფილვარ მკაცრი და არც ჩემს მოსწავლეებთან თუმცა გაზრდილ ჩემს შვილებს რომ ვუყურებ არ მინანია არც ერთი წუთით რომ მკაცრი არ ვიყავი რაც შეეხება მოსწავლეებს შეიძლება გვიან დადგეს ეს შედეგი რაღაც გვიან დაინახოს სად იყო შენი წვლილი და სად იყო აი როგორც თქვენ აღნიშნეთ და დღეს აანალიზებთ ამას ხომ რომ რა იყო თქვენთვის თურმე მნიშვნელოვანი ჩემთვის პირველ რიგში ბავშვები, რომლებიც საკლასო ოთახში შემოდიან, დაწყებით კლასის მასწავლებელი, რადგან ვარ, ანუ მაშინ იწყებენ სკოლასთან ურთიერთობას, ხო? პირველი ამოცანა არის ხოლმე, რომ მათ განუვითარდეთ პოზიტიური დამოკიდებულება სკოლის მიმართ. სწავლის მიმართ განუვითარდეთ პოზიტიური დამოკიდებულება. მიხვდნენ, რომ საკლასო ოთახში ხდება აღმოჩენები, სასიხარულო ამბები, თავის გამოვლენის შესაძლებლობა ეძლევათ. ანუ ჩემთვის ეს არის ხოლმე წამყვანი და მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობ, რომ ბავშვები წავახალისო, თუნდაც სულ ცოტაოდენ მცდელობებში წავახალისო, შევაქო. თვით შეფასებაზე, ასე ვთქვათ, კი პირდაპირ შეიძლება იმ ეტაპზე არ ვეუბნებ, რომ შენს თვით შეფასებაზე უზრუნავ, მაგრამ მისი გაბრწყინებული თვალები, რომ რაღაც გამოუვიდა, ვაუ, რა კარგია, ხო? მე შენც რომ ამას აღნიშნავ, შემდეგ ვთქვათ,
დააფიქრებ, როგორ მიხვედი აქამდე, როგორ იმუშავე, მისცემ შესაძლებლობას, რომ თანაკლასელებს გაუზიაროს ეს ძალიან აბედნიერებთ ბავშვებს ხოლმე, ასე ვხედავ და ჩემთვის ეს არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მაგალითად მცდელობების შესაძლებლობა გავუზარდო. თავდაჯერება გავუზარდო, ხომ? შეკითხვებით დავეხმარო, აი მაგალითად სულ მარტივ რამეს ვიტყვი, ხომ? ყოფილა ესეთ შემთხვევა, რომ რაღაც ილუსტრაცია უნდა დავხატოთ, წაკითხულიდან გამომდინარე, უთქვამთ, რომ ვერ დავხატავ, არ ვიცი დახატვა. მერე დამისვამს კითხვა, რომ რისი დახატვა გიწევს შენ ისე რომ შეგეძლოს რას დახატავდი და მე როდესაც ის იწყებს ამაზე საუბარს როგორც ჩანს ეს ვიზუალური ხატები თვითონაც უცოცხლდება ხომ და როცა ხეს დავხატავდი თქვა სახლს რაღაც ბავშვებს მგონი ხის დახატვა იცი ხო როგორ დახატავდი ისე ხეს და რაღაც იწყებენ მე ამ მუშაობას და აი ეს პატარა ბიძგები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ანუ მეც მიფიქრია აი რაღაც არის რომ შენი გეგმა გაქვს გაკვეთილზე რაღაც გინდა გახვიდე აქედან დაიწყო ბოლომდე გახვიდე მაგრამ ხანდახან ემოციური მუხტი კიდევ უფრო გაცილებით მნიშვნელოვანია ხოლმე საკლასო ოთახში რომ შეინარჩუნოს ინტერესი იმ დავალებაში გადაეშვას, ანუ სიღრმეებში მოსინჯოს ასვლა, ვიდრე ვთქვა რომ ეს ბოლომდე უნდა გავიყვანო, ხო? ყოფილა რომ მე მათ რიტმზე გადავსულ ვარ და გავყოლილ ვარ მათ საჭიროებებს. შვენიერი, ელენე, ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ და მეც მეცნო ბავშვებთან ურთიერთობაში ზუსტად ეს რომ მე ხატვა არ ვიცი. შეიძლება არ დავხატო, იქნებ მე არ დავხატო და ხოიარჯობია დავწერო, ხო? აი ბავშვების და ზრდასრულების პოზიციაში ესეთი მკვეთრი განსხვავება ალბათ ის არის რომ ბავშვი უფრო ფოკუსირებული აწყოზე, იმიტომ რომ აი ახლა პროცესი არის მნიშვნელოვანი და ზრდასრული მშობელი ან პედაგოგი რა შედეგზე, ხო, რა შედეგზე გავა, აი რამდენად სრულყოფილია ეს ნახატი ან ნამუშევარი და ასე შემდეგ, ხო? და აი ეს აქცენტი თუ ძალიან ბევრჯერ მოვახვიეთ თავს რომ აბა როგორი გამოვა, აბა როგორი გამოვა, მე მომყავს ხოლმე ესეთი მაგალითი რომ ვეუბნები რომ პიკასო ვიცით რა თქვა და რა თქვა ინტერესდებია და პიკასომ ესე თქვა რომ მთელი ცხოვრება ვცდილობ ხატო როგორც ბავშვი. ხო და აი პიკასომ რო ეს თქვა, ხა ჩვენ შეიძლება რომ ამაზე ვიფიქროთ, რომ აი რა შედეგი როგორი გამომივა ეს, ხო? ჩემი მეგობარი დათო მასწავლებელი, რომელიც არის მათემატიკის მასწავლებელი, ამბობს ესეთ რამეს და სულ ესე პოზიციონირებს, რომ სკოლა დიახაც არის ის ადგილი, სადაც ბავშვებმა უნდა დაუშვან შეცდომები. აი ძალიან კარგი იქნებოდა ალბათ და გამაბედნიერებდა რომ ესეთი ღირებულებით უყურებდეს პედაგოგი ბავშვს და მშობელიც მათ შორის ხო ანუ აი მშობელიც არის რაღაც შედეგზე ორიენტირებული აბა რა ქენი რა შედეგი მიიღე გავიგე რომ მოგეწონა მაგრამ მასწავლებელს თუ მოეწონა რა გითხრა იმან ხო აი სულ რაღაც აი ამ შედეგზე ფოკუსირებულები ვართ და როგორ უნდა მოხდეს ეს კი ბატონო მიუხედავად იმისა, რომ აი თქვენ ახსენეთ, რომ შედეგზე ვართ ფოკუსირებული, ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმას თუ მიუბრუნდებით, ორიენტირებული უნდა იყოს პროცესზე. დიახ. არ ვიცი, მე უფრო ადრე გამიჩნდა ეს დამოკიდებულება და გამოცდილება თუ ეროვნულმა სასწავლო გეგმამ უფრო ადრე შემოთავაზა. ვერ გეტყვით, მაგრამ მე თვითონ ასეთი ადამიანი ვარ, სიმართლე რო ვთქვა, არ ვიცი ხა ეს რამდენად კარგია ცუდია. პროცესზე ორიენტირებული ადამიანი ვარ თუ მომწონს საქმე მაქსიმალურად ვეფლობი ამ პროცესებში ძალიან ბევრს ვიშრომებ ბევრ დროს მივუძღვნი ამ საქმეს და ეს ძალიან ბუნებრივად მოხდა როდესაც მე მოსწავლეებთანაც ასე ვარ მე მომწონს რომ პროცესები იყოს საინტერესო შედეგი მე თავისთავად დგება შეიძლება მალე არ დადგეს ეს შედეგი, ანუ მალე გულისხმობ, რომ რაღაცას რო აკეთებ, მაშინვე არ დაინახოს. მაგალითად დაწერილი ტექსტი გინდა, ამბავი გინდა შექმნას, რაღაც გაწაფული კითხველი გინდა რომ ჩამოყალიბდეს. შეიძლება ეს მალე არ დადგეს, მაგრამ თუ პროცესები საინტერესოდ მიმდინარეობს და ამაში ბავშვი ძდებს ძალისხმევას და რაღაც სიხარულის ემოციები მოდის მთელს გარემოში და საკლასო ოთახში. შედეგი ძალიან ასე ვთქვათ დადგება, აუცილებლად დადგება. არ ვიცი, რამდენიმე მაგალითი შემიძლია ვთქვა, ანუ ერთი არის ამ ეტაპზე მეორე კლასელებთან მუშაობ და
რა თქმა უნდა, როგორც წეღანას ვქვი, რომ სკოლასთან პოზიტიური დამოკიდებულება, სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და ერთ-ერთი ამოცანაც არის აგრეთვე, რომ წიგნები შეუყვარდეთ, ხო? და ჩვენ ვკითხულობთ ხოლმე, პარასკევი დღე გვაქვს ხოლმე ასეთი, როდესაც კი ხშირად მარტო სახელმძღვანელოდან არ ვკითხულობთ წიგნებს, მაგრამ აი პარასკევი განსაკუთრებული დღეა ხოლმე. და მე ერთ დღესაც, როდესაც ვკითხულობთ მე უნდათ რომ მათაც იკითხონ. ის წიგნი კი არა რომელსაც ჩვენს თავაზობ. არამედ სხვა წიგნი. საკლასო ოთახშიც გვილაგია ჩვენ წიგნები მათთვის ხელი მისაწვდომ ადგილზე. თაროზე ალაგია ხოლმე და ყოველთვის ვამჩნევ ხოლმე რომ გადაშლიან წიგნს, თქვა კითხვა სიწყემე. შეიძლება ბოლომდე არ წაიკითხონ, მაგრამ მე უკვე ვგრძნობ რომ რა დამოკიდებულებები არის, რომ ერთი რომ თქვა კითხულობს, მე მეორე შეიძლება მიუჭდეს გვერდით და ეს პირველი ვინც გადაშლა ამან მოსინჯოს რომ აუხსნას აქ რა აღმოაჩინა. და დღეს იყო ზუსტად ასეთი შემთხვევა, წიგნი გამოვიყოლე, რომელიც ჩემთვის იყო და დღეს ცოტა ბევრი დრო მქონდა და როდესაც ეზოში ვიყავით გასულები, შევამჩნიე რომ ჩემი წიგნი ჩემო მოსწავლემ აიღო მეორე კლასელმა და მე მითხრა 6 გვერდი წავიკითხე, ანუ არ იყო ისეთი პატარა შრიფტი, არ იყო დიდი ფონტით იყო რაღაც და შეიძლებოდა რომ წაეკითხა ასე ვთქვათ, შინაარსიც ისეთი იყო. და აი ეს დამოკიდებულებები მე ვგრძნობ ხოლმე რომ ასე ვთქვათ, ერთი რომ მოდელი აჩვენებ, რომ შენს კითხულობ, შენცაც საინტერესოა, მეორე რომ აჩვენებ, რომ აქ თურმე საინტერესო ამბები არის, ხო? და კიდევ ერთიც არის თუ ესეც საინტერესოა, ანუ ბიბლიოთეკა არის ჩვენთან სკოლაში, რომელიც წელს გაიხსნა ახალი წიგნებით და ეს ძალიან სიახლე იყო ბავშვებისთვის და მეუბნებიან, რომ წავალთ ავიღებთ წიგნს. თავიდან არ იცოდნენ, რომ შეიძლებოდა რომ წიგნი აეღოთ. ასე და როცა აი ეს აღმოაჩინეს, ვფიქრობ ხოლმე ნეტავით თუ წაიკითხა რო აბრუნებს, ხო? რაღაც, მაგრამ ეს პროცესი რომ მოაქვს და იქვე ასწრებენ რაღაც დათვალიერებას. შეიძლება დასაწყისისთვის ეს მხოლოდ ილუსტრაციებთან ურთიერთობა იყოს, რაღაც სათაურის წაკითხვა იყოს, რაღაც თავის ვარაუდები იყოს და ფიქრი, ხო? მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნო, კი, კონტაქტი, ძალიან სასიამოვნოა ხოლმე მათი მხრიდან და მე ვფიქრობ, რომ აი ეს პოზიტიური დამოკიდებულებას მეტნაკლებად ვართმევ ხოლმე თავს. ბავშვებთან შეხვედრა გამახსენდა ერთი ესეთი, დასრულდა ეს შეხვედრა და მე ისინი ერთად გეგმავდნენ წასვლას და ერთ-ერთი მოზარდი ამბობს, რომ მე ვერ წამოყვებით თქვენ. და მეც დავინტერესდი რატომ იკავებდა თავს და მითხრა რომ აიცით რა, მე ხვალ ვარსქენის უფლებები მაქვს დასაცავი. ან დებატების ფორმატი ქონდა, მოკლედ პედაგოგს შეთავაზებული და მას უნდა წაეკითხა მთელი შუშანიკის წამება, რომელიც დღეს ძალიან ისეთი ხშირად გამიგია, რომ რა საჭიროა, რა რთულია, ჰაგიოგრაფია, ძველი ქართული არ მესმის და ბავშვები ხშირად აპროტესტებენ, მაგრამ ფორმა როგორ შესთავაზა, ხო? აი ეს რომ დავიცვა ხვალ ვარსქენი, მე მაქვს ეს დავალება, რომ ხვალ ის უნდა დავიცვა ვარსქენი, რომ ყველა მისი ნაბიჯი ვიცოდე რა გადადგა. ხო? და მე ვფიქრობ ალბათ აი ეს არის ის, რაც წეღა როგორც აღნიშნე, თანამედროვე ბავშვს სჭირდება. ანუ არა რაღაც ესეთი ძველი მიდგომები და რაღაცა ხისტი, რომ აუცილებლად და რაღაცა შედეგზე ორიენტირება, რა ქულას მიიღებ და თუ არ ისწავლი, ვერ მიიღებ და თუ ისწავლი, მიიღებ, არამედ ფორმა, რომელიც მისთვის იქნება უფრო კრეატიული. აი, კრეატიულად მოერგები იმ დავალებას, რომელსაც მანამდე სთავაზობდი და შეიძლება ძალიან მშვიდადაც ასრულებდნენ და არც აპროტესტებდნენ და მე ვფიქრობ, აი ეს პროტესტი, რომელიც მოდის თუნდაც თანამედროვე ბავშვისგან, ხო? ეს რაღაცნაირად ცოტა არყევს პედაგოგს, შეიძლება ამის თვითშეფასებაზეც მოქმედებს, შეიძლება რაღაც ბრაზიც არის, მაგრამ მეც ხშირად გამოვუფხიზლები ვარ ისეთ ჯანსაღ უკავშირს, რომელიც რომ არ მოეცა, ალბათ რაღაც განვითარების შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდოდი. კი. დიახ. ნამდვილად გამოწვევა არის დავალებები ბავშვებისთვის, ხო? წეღანას ვახსენეთ, რომ როგორ ჩართავ მათ, როგორ გააქტიურებ, როგორ გახდი მათთვის საინტერესოს და სულ ფიქრობ ხოლმე, რომ ჩემი ამოცანა კი არ უნდა იყოს რაღაც სასწავლო ამოცანა, არამედ ბავშვისთვის საინტერესო ამოცანად უნდა გარდაქმნა, ხო ეს?
უცებ გამახსენდა ერთი ასეთი გამოცდილება, მახსოვს აღწერითი ტექსტები უნდა გვესწავლა, ესწავლათ, როგორ დაწერონ აღწერითი ტექსტი. და ეს იოლი არ არის, მით უმეტეს ეს იყო მესამე კლასი იყო თუ არ მეშლება და მახსოვს დავხატეთ მონსტრები, იმიტომ რაღაც ცოტა გრძელი პროექტის თემა იყო და მათ უნდა თავისი ნახატის შემდეგ ისეთი აღწერა დაეწერათ, რომ სხვა ადამიანს ვიზუალურად შეძლებოდა დახატვა. თუმცა მის ნახატი არ უნდა ენახა. და მე მათი აღწერის ტექსტების მიხედვით დავიწყე გათამაშება დახატვის. და ძალიან ბევრს იცინოდნენ, რომ აღმოაჩენდნენ, მაგალითად დაავიწყდათ რაღაც ხელი ეთქვათ, ან თვალები დაეწერათ, სად ქონდა, რამდენი ჰქონდა. შეიძლება ვინმე თქვას, რატომ მაინც და მაინც მოსტრები, მაგრამ ეს იმდენად გათავისუფლებულები იყვნენ და იმდენად განსხვავებული აღწერითი ტექსტი შეიძლებოდა გამოსულიყო, რომ შთამბეჭდავით იყო ალბათ ეს მონსტრი. ვინ უფრო მე უკვე და პირველადი ეს რომ დაინახეს ჩემი მოდელირებით, როგორ ხატავდი, ხო და მათ აღმოაჩინეს, რომ ბევრი რამ დავიწყებია თურმე, მე ძალიან გააფართოვეს. არა მარტო ნაწერზე დაიწყეს ფიქრი, თავის ნახატსაც შემატეს დეტალები და მე კიდევ თავიდან წერდნენ და ეს რამდენიმე ნაბიჯად მიმდინარეობდა. და კი გიწევს ადამიანს იფიქრო, რომ თუ შენი პედაგოგიური მიზანი გაქვს, მოსწავლისთვის ის ამოცანა უნდა იყოს მისთვის საინტერესო, ხო? მე მათთვის არც მithქვამს, რომ ჩვენ აღწერთი ტექსტის წერა უნდა ვისწავლოთ, შეიძლება რაღაც ეტაპზე. მაგრამ როდესაც მე ჩაიშალეს დავალება და გავაანალიზეთ ბოლოს და ვსაუბრობდით, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ამ საკითხებზე. შვენიერი სავარჯიში ვარ ეფექტური კომუნიკაციისთვისაც, ხო, რომ აი იქ სადაც დავაკელი რაღაცა ინფორმაცია შეიძლება სრულიად შეიცვალოს სურათი, ხო? არაჩვეულებრივია. ეფექტურ კომუნიკაციას რომ გავყვეთ ახლა და თქვათ და რა თქმა უნდა ძალიან დიდი როლი აქვს პედაგოგს, როგორ ატმოსფეროს, როგორ ამინდ შექმნის კლასში. ვერ ვიტყოდი რომ თანამედროვე გამოწვევა, იმიტომ რომ მეც ჩემს ასაკში ძალიან ბევრი ბულინგის შემთხვევა მახსენდება. არაჯანსაღი კომუნიკაცია, გასაგებია რომ ეს მასწავლებლის ბრალი ესეთი არ არის, იმიტომ რომ და ზოგადად ალბათ ესეც არ უნდა იყოს შეთავაზებული, რატო ხდება თქვენს კლასში, ხო? მაგრამ ის რომ ამაზე პულსაცია პედაგოგს უნდა კონდეს და რაღაცნაირად ამჩნევდეს ამ მოცემულობას, რომ რა ხდება ჩემს კლასში და როგორია დამოკიდებულება და არ გადავაფაროთ ამას ესეთი შლეიფი, რომ კარგით რა ეს არის უბრალო სიცელქე. ხო, აი ალბათ ამაზე ღირს დაფიქრება და რა პროცესი მიმდინარეობს კლასში ამ მიმართულებით, ურთიერთობების ნაწილს გულისხმობ. კი, ესეც ერთ-ერთი გამოწვევაა ნამდვილად. ბავშვები უკვე გარკვეული გამოცდილებით მოდიან სკოლაში და გიწევს იფიქრო ყველა ნაბიჯზე, ყველა ეტაპზე. არის საკითხები, რომლებზეც არ გიფიქრია და შემდეგ შეიძლება პრობლემის დროს აღმოაჩინო, თუმე ამაზეც უნდა მეფიქრა და რაღაც უნდა დავგეგმოთ, გავაკეთოთ. პირველი, ანუ აი ამ ბოლო პერიოდში რაც გამოიკვეთა და რაზეც მიწევს ხოლმე ბავშვებთან საუბარი, არის ის, რომ მაგალითად პირადი სივრცე. ეს არ აქვთ, ასე ვიტყოდი, რომ აი არ უფიქრიათ ამაზე. რომ ვეუბნები ხოლმე, რომ აი ყველას გვაქვს ჩვენი პირადი სივრცე, რაღაც ვანიშნებ ხოლმე ხელი შეიძლება 50 სანტიმეტრი ვერ მივახოდო, ხო? აი ამ სივრცეში, ანუ აქ ვგულისხმობ ხოლმე მაგალითად იგივე ხანიციან, რომ მიეჯახონ ერთმანეთს ხელი, მიარტყან და აი ამის გამო რომ ნივთები აიღონ მათი, ხო? კი ბატონო. და ეს პირადი სივრცე რომ არ დავურღვიოთ ერთმანეთს. მე ვაჩვენებ ხოლმე რომ აი ყოფილა რომ თქვათ ეხლა ჩვენ მასწავლებლები კი ვფიქრობ ხოლმე რომ ხან ასე ვთქვათ ახლო კომუნიკაცია უყვართ ბავშვებსაც და ძალიან დისტანცირებული რა თქმა უნდა ვერ იქნები. და ამ დროსაც ვეუბნები ხოლმე რომ ხوار ხარ წინააღმდეგი ან არის რომ თასმა უნდა შეუკრას ან თმა უნდა რომ შეუკრა და ახლო მივდივარ რაღაც ვეკითხები ხოლმე რომ აი ვაჩვენო კი ჩვენ ძალიან ახლო ის გვაქვს ურთიერთობა მაგრამ აი ეს პირადი სივრცის პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ასე ვთქვათ ეს გამოცდილება სკოლაში შემოიტანონ ცოტათი მაინც ხო ბავშვმა ანუ ადვილი არა ის რომ შენ ერთ საკლასო ოთახში დაიწყო ამისი გაძლიერება ხო კი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია უბრალოდ ეს მხარდაჭერილი უნდა იყოს სხვა სივრცეებშიც და სხვა გარემოშიც აი ნივთებზე მახსოვს ასეთი გამოცდილება ძალიან
ადრინდელი გამოცდილება მახსოვს ფანქრებს ვთვლიდით ბავშვების ხატავდნენ და მე უბრალოდ ავიღე ერთი სათლელი ალბათ ერთ-ერთი ბავშვის და როდესაც გადავაადგილდებოდი მერხებს შორის ყველა ბავშვს გაულამაზე ფანქარი და მახსოვს მეორე დღეს ამ ბავშვმა სათლელი არ მოიტანა. დიახ და მე უკვე მალევე დავფიქრდი რაღაც, ანუ მე ვთქვი მოდი რა ხდება, როგორ არის რამე. მივხვდი რომ ეს არ იყო ბავშვის პრობლემა. ეს იყო რაღაცა მისი ბუნებრივი, შეიძლება ასაკობრივი და მე აღმოვაჩინა რომ 6-7 წლის ბავშვებისთვის არ არის იოლი საკუთარი ნივთები ათხოვოს, გააზიაროს, ამისთვის ჯერ ბიოლოგიურად ესეთი მზაობა არ აქვს. იგივე როდესაც მათ ვამუშავებთ, დასაწყისში ჩვენ ვცდილობთ რომ წყვილებში ვასწავლოთ მუშაობა, ხო? აი ჯგუფი ცოტა მერე შემოდის, ხოლმე თქვა შეიძლება მეორე კლასიდან უფრო აქტუალური იყოს ეს თემა. ამიტომ ჩვენც გვმართებს მასწავლებლებს რომ ვაჩვენოთ როგორ ვცემთ პატივს მათ პირად სივრცეს, როგორ და შემდეგ ეს მოდელი ნელ-ნელა პრაქტიკაში გაძლიერდეს, ხო, საკლაო სივრცეში და აი ერთიც მინდა ვთქვა თქვენ რომ აღნიშნეთ ხო ეს ბულინგის თემა, ხო? კი, დაზღვეული არავინ არ ვართ, უბრალოდ მოდი გავმიჯნა უბრალოდ ბულინგს და ერთეულ შემთხვევებს, ხო? ეს ტერმინი მაინც ბულინგი ხოლმე ბავშვებმა უფრო დაიწყეს ამ ტერმინის გამოყენება. და მე ძალიან მიხარია, მართლა ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ძალიან დიდი პერიოდი საერთოდ არ ვიცოდით ბავშვთა უფლებების შესახებ, პირიქით წახალისებულიც იყო რომ თუ ჩემმა შულმა გაგაბრაზათ რაღაცა, მე გულწრფელად ძალიან მიხარია, თუმცა მეორე საკითხია უკვე ხუმრობასა და ბულინგ შორის, კონფლიქტსა და ბულინგ შორის, რაღაცა დისკუსიასა და ბულინგ შორის ხაობა რომ დაინახო. ხო, და ყოველთვის საიდან ვიწყებ, ხო, საიდან შეიძლება რომ აქ რაღაც თუ აღმოაჩინე და დააფიქსე რაღაც პატარა კონფლიქტი, შელაპარაკება, არის ეტაპი ხოლმე, როდესაც ვთქვათ, შორიახლოს ვაკვირდები, რომ თვითონ თუ შეძლებენ საუბარს, თუ მოილაპარაკებენ, ანუ როდესაც კამათი არის სიტყვიერი, ხო? როგორ განავითარებენ, ან როგორ გაართმევენ ამას თავს, ხო? არის ეტაპი ხოლმე, როდესაც შეიძლება უნდა მეტი ჩარევა გამოიჩინო, მაგრამ აუცილებლად ვაფიქრებ ხოლმე და მეც ვფიქრობ ხოლმე რომ აი განმეორებითი შემთხვევები არ არის, ანუ განმეორებითი შემთხვევებში გულისხმობ, რომ აი თქვათ გარკვეულმა ჯგუფმა ან ერთმა ბავშვმა ამოიჩემოს მეორე ბავშვი და განმეორებით რამდენჯერმე ფიზიკურად მიზნობრიობა არ არის რომ მაინც და მაინც კი არის ასე ვთქვათ უცებ წაკამათდებიან მაგალითად ცუდად შემომხედე ან ჩემი ეს აიღე ან დამეჯახე კი ხო ძალიან დიდი კამათია ხოლმე მაგალითად სპორტული თამაშების მე როცა შემოდიან აი ეს ძალიან უჭირთ ხოლმე რომ გადახარშონ და შეიძლება გააგრძელონ კამათი ხოლმე რომ არა ჩვენი უპირატესობა არა ჩვენი უპირატესობა და ერთ-ერთი კიდევ არის ხოლმე ის რომ მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე ან პრინციპში ამაში მცდელობა არ მჭირდება ჩემს საკლასო ოთახში ანუ თანასწორად ვუდგები ხოლმე მოსწავლეებს შეიძლება ჩემს გულში უფრო დიდ სიხარულს იწვევდეს ხოლმე რაღაც მოვლენები, მაგრამ ვცდილობ ხოლმე რომ ზომიერი ვიყო შექებაშიც, ნებისმიერი მოსწავლის და ეს შექებებიც დავაბალანსო, იმიტომ რომ არ არსებობს რომ ვინმე არ აღმოჩნდეს შექება, ეს ასე ვთქვათ, არ მივუძღვნა შექება და არ მივუძღვნა რაღაც კომენტარი იქნება თუ რაღაც მნიშვნელოვანი ადამიანს. და ის რომ მაგალითად ახლა ამაზე მე მგონი აღარცა უკვე საჭირო საუბარი რომელიმე ადამიანი გამოვყო ყოველს კლასს წინაშე ვთქვა რომ ნახეთ როგორ კარგად მუშაობს და აი მსგავსად იმუშავოთ ნუ რა თქმა უნდა ამებს ახლა არ ვაკეთებთ და ეს იმიტომ ახსენე რომ ხშირად მასწავლებლები შეიძლება მშობლებიც ვერ ხვდებიან რომ რა შეიძლება გახდეს ხომ თუ კი შევადარებთ რამდენიმეჯერმე ჩვენ შვილს სხვა ბავშვებს ეს შეიძლება რომ ერთი რო პრობლემა და რაღაც თავდაჯერებულობაზე იმოქმედოს და რაღაც განვითარებაშიც აისახოს ბავშვის მაგრამ მეორეა რომ შეიძლება უფრო ნეგატიური ემოციები გაჩერდეს ბავშვში და მე რაღაც სხვანაირად გამოავლინოს ამ ბავშვს ამიტომ ვცდილობ ხოლმე რომ შექებაშიც მიუხედავად იმისა რომ ჩემ გულში დიდი სიხარულებია რაღაც ზომიერება შევინარჩუნო ხოლმე და რაღაც დავალებაზე და ამაზე ვიყო ხოლმე ორიენტირებული
ან ინდივიდუალურად რომ რაღაცა სხვა ბავშვების თავისთავად ინდივიდუალურად უფრო კონკრეტული ვარ ხოლმე უკვე ხო როცა აღნიშნავ ხოლმე რომ აი შეხედე რაღაც როგორ გამოგივიდა დიახ როგორი საინტერესოა კითხულობდი და მეცინებოდა რაღაც არ ვიცი ხო ემოციას იწვევდა შენი ელენე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი შეეხეთ აუცილებლად უნდა გამოვყო ის ნაწილი რაც თქვენ ბულინგზე აღნიშნეთ ხო რომ რაღაცნაირად ჩვენ მამაყურებელმაც იცოდეს რომ ერთ-ერთი მახასიათებელი რომ ამოვიცნოთ ხუმრობა ბულინგია თუ უბრალოდ კონფლიქტი ნამდვილად არის რომ განმეორებითობა ფაქტის მიზანმიმართული არ გრძნობს თავს დამნაშავედ ბულერი და არ მიდის რაღაცა ცვლილებისკენ რომ თქვათ ბოდიში მოიხადოს და გამოასწოროს და ასე შემდეგ აუცილებლად უნდა შევეხო იმ რომ არ გამომეპაროს თქვენ აღნიშნეთ რა რითი მოდის ბავშვი და თქვენ ხართ დაწყებითი საფეხურის პედაგოგი რა არის ის საბაზისო უნარები რომლითაც ბავშვი უნდა მოვიდეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან თუ ოჯახიდან რა ჭირდება იმისთვის რომ თქვათ რომ ბავშვს აქვს მაღალი მსაუბრა უკვე სკოლაში იყოს დიახ ხშირად მიფიქრია ამაზე მართლა რა არის მნიშვნელოვანი რადგან უფრო გააქტიურებულია ხოლმე ასეთი საკითხები, იცი, წერაც უკვე იცის, კითხვაც შეუძლია. ბევრი ლექსი იცის. კი, ბევრი ლექსი იცის, ციფრები. თუმცა ყოველთვის გრძნობ ხოლმე, რომ საკლასო ოთახში შემოდიან, აი მაშინვე ხვდები ადამიანი რა არის მნიშვნელოვანი, ხო? მნიშვნელოვანი არის სოციალური უნარები. უნარები ურთიერთობის, კომუნიკაციის, თავისი სურვილის, ფიქრის დაფიქსირების შესაძლებლობა როგორ შეუძლია. თუნდაც თვითმოვლა თუ აქვს მინიმალურ დონეზე, მაინც დარეგულირებული რა გამოსდის. კი, არ ვამბობ, რომ ეხლა ეს ყველაფერი ძალიან ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს, მაგრამ უნდა შეიმჩნეოდეს, რომ ამაზე უფიქრიათ, რაღაც მცდელობები ყოფილა უმუშავია. პროცესშია, კი ბატონო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იგივე სხვისი აზრის პატივისცემის ამაში ვგულისხმობ, რომ მე შეიძლება ასეთი მოსაზრება მაქვს და შენ შეგიძლია დაფიქსირო რომ შენი მოსაზრება, ხო? ხშირად არის ხოლმე, რომ აი არა, ასე არა, ეტყვიან, ხო, რაღაც ეს ემოციურად, არა, ეგრე არ არის. ეტყვი ხოლმე, მოდი მოვისმინოთ ჯერ ბოლომდე, მე შენი მოსაზრება თქვი. აი ეს სოციალური უნარები მოსმენა, იმიტომ რომ მოსმენა ეს ისეთი უნარია, რომელიც სკოლამდელ ასაკში უნდა განვითარდეს, ხო? რა თქმა უნდა, ძალიან კარგი არის თუ იციან წიგნებთან ურთიერთობა და ეს ამბების რამდენად შეუძლიათ მათთვის ნაცნობ თემაზე თხრობა. რამდენიმე წინადადებით, ხო, თავის დღეზე საუბარი. ეს თავისთავად არ ხდება, ამაზე მუშაობაა საჭირო, ხო? მე ყოველთვის აი ახლაც მაგალითად ისევ მიუბრუნდები მეორე კლასელებს ამ ეტაპზე რას ვაკეთებდით? ანუ ფიქრობდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავისი ემოციების და შთაბეჭდილებების წერა მოსინჯონ. ხო, შეძლო. კი, ამაზე ვსაუბრობთ, ვამბობთ, ჩვენს წინადადებებს ვაყალიბებთ, ვაზიარებთ, მაგრამ საინტერესოა როგორ დავწერთ ამას. და დავიწყეთ დღიურის წერა. ხშირად გამომიყენებია, ვთქვათ, გასულ კლასებთანაც. მაგრამ მეორე კლასიდან არ გამომიყენებია და მივხვდი რომ საუკეთესო პერიოდია. და ვცდილობთ ხოლმე რომ რაღაც შთაბეჭდილებების და ემოციების შემდეგ ეს მოვსინჯოთ რომ დავწეროთ. ანუ კი წინასასკოლო პერიოდზე ვსაუბრობდი და სკოლამდე ზეირამზაობით უნდა მოვიდეს, მაგრამ თუნდაც ეს წერა ყველანაირ შეიძლება აკადემიური მახასიათებლის გარეშე და საჭიროების გარეშე, როდესაც ის ცდილობს, რომ თავის ემოციაზე ისაუბროს, თავის შთაბეჭდილებაზე ისაუბროს, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ანუ საუბარი და მოსმენა სკოლამდელ ასაკში შეიძლება და უკვე ამისი განვითარება და დახვეწა უკვე სკოლაში უნდა მოხდეს. და თუნდაც აი ეს რაც აღნიშნეთ, ხო, რომ ჩემი ემოციაზე, ჩემს პიროვნებაზე რომ საუბრობ, ამ გარემოში, რომელსაც სკოლა ქვია, ხვდები რომ მარტო ჩემი რაღაცა ცოდნები კი არ არის ღირებული, მე როგორც პიროვნება. და მე როგორც აი თქვენ წეგან აღნიშნეთ არაჩვეულებრივად შექების მნიშვნელობა, ხო? აი ძალიან მნიშვნელოვანია შექება, იყოს კონკრეტული, იყოს განვითარებაზე ორიენტირებული, არ იყოს მაინდა-მაინც შედეგზე, არამედ აი რაღაცა პროცესზე. მე მახსენდება ერთი ესეთი გამოცდილება კლასში სკოლის პედაგოგმა მთხოვა მისვლა და როდესაც მივედი ამ კლასში დამხდა ძალიან ლამაზი ნახატები და იმ სკოლის პედაგოგს ვიცნობდი, იმიტომ რომ ჩემი ძმიშვილი სწავლობდა იმავე კლასში და ეს ჩემი ძმიშვილი ცხატავს
ოღონდ არ არის ესეთი პოზიციური, რომ აი ნახეთ მე როგორ ვხატავ. და უბრალოდ თქვი რომ ესე ჩავილაპარაკე პედაგოგთან ერთად რომ გამეხარდება თუ სხვა დროს რომ მოვალ ერეკლეს ნახატებიც დამხვდება აქ. და დაახლოებით 1 კვირის მერე მირეკავს დედა რომ რა მოხდა იმ კლასში, იმიტომ რომ ერეკლე რაც მოვიდა გაკვეთილი შემდეგ აღარ ჩერდება იმდენს ხატავს. ხო აი რაღაცა ერთი პატარა მარცვალიც ერთი აქცენტიც კი შეიძლება იმდენად ღირებული იყოს, რომ ბავშვის დამოკიდებულება რაღაცა საკითხისადმი შეცვალოს. მაინტერესებს რამდენად მნიშვნელოვანია, ცხადია მნიშვნელოვანია, მაგრამ რეალურად ეს კი არის, რომ თანამშრომლობა და თან ეს კოლეგიალობა და ურთიერთობის ხარისხი უნდა გაძლიერდეს მშობელსა და პედაგოგის შორის, მაგრამ რამდენად არის რეალურად ეს შესაძლებელი დღეს თანამედროვე სამყაროში, სადაც მშობლიც ძალიან დაკავებულია, პედაგოგიც ძალიან დაკავებულია, როგორ ხდება მშობლისა და პედაგოგის კომუნიკაცია? როგორია ეს? რამდენად გამოსდის მშობელს და პედაგოგს ურთიერთობა და რამდენად ახერხებენ ისინი გაცვალონ ინფორმაცია ბავშვთან დაკავშირებით? დიახ. ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგის დამოკიდებულება. მე მაგალითად მაქვს ხოლმე ასეთი გამოცდილება, რომ სასწავლო წლის დასაწყისში, აი როდესაც თავიდან ვიწყებ მშობლების გაცნობას, ურთიერთობას, ყოველთვის ვესაუბრები ხოლმე რა არის ამ საკლასო ოთახში მნიშვნელოვანი. რაზე იქნება ჩვენი სასწავლო პროცესი ორიენტირებული. მეუბნები ხოლმე, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათ თავისუფლად შეძლონ თავისი აზრის დაფიქსირება, თავისუფლად შეძლონ გამოხატონ საკუთარი თუნდაც ემოცია, შთაბეჭდილება, პრობლემებზე ისაუბრონ, ხო, სწავლაში გაჩენილ პრობლემებზე ვამბობ ამ შემთხვევაში, რაც არ გამოუვიდათ, ამაზე შეძლონ, რომ მითხრან. და თავიდანვე ამ ყველაფერს, როდესაც მშობელს ეუბნები, რომ მაგალითად შენთვის არ არის, ამასაც ვეუბნები ხოლმე, რომ თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ სასწავლო წლის მანძილზე, რომ რაღაც სახელმძღვანელოში რაღაცას გადავაბხტებით, ასე ვთქვათ, რაღაც შეიძლება გამოვტოვოთ. შეიძლება ბავშვმა სხვა სამუშაო რვეულები, სხვა სამუშაო ფურცლები, სხვა საკითხავი ტექსტები მოიტანონ. ხომ? ვეუბნები, რომ ჩვენი ორიენტირი რა არის, ხომ? რა სასწავლო მიზნებზე უნდა გავიდეთ? სწავლების პროცესი როგორ იქნება წარმართული, რა მეთოდოლოგიას გამოვიყენებთ? ბავშვზე ორიენტირებული რა გვაძლევს, ხო, შესაძლებლობას როგორ ზრუნავთ ამაზე? როდესაც ამ ყველაფერს უხსნი მშობელს, აი, თავდაპირველად ეს დამოკიდებულება უკვე მასწავლებელსა და მშობელს შორის, ხომ? ყალიბდება, უკვე მასაც თავისი მოლოდინები ჰქონდა, კი, რა თქმა უნდა, ჩვენ მოლოდინებზეც ვსაუბრობთ ხოლმე, რას მოელია, რა მოლოდინები აქვს. და როდესაც ისინი, ასე ვთქვათ, მათთვის რაღაცები ნათელი ხდება, მე რა თქმა უნდა, მათი მიმღეობაც უკვე მეტი არის ხოლმე და უკვე ასე ვთქვათ, გასაგებია მათთვის, ხო, რა ხდება, თურმე ეს რატომ ხდება და როგორ ხდება. შემდეგ ბავშვთან დამოკიდებულებაში, ხომ? არ ვიცი ეს აი ამ ბოლო პერიოდში შეიძლება ვთქვა, რომ უფრო ორიენტირებული გავხდი ბავშვების ასე ვთქვათ ემოციურ მხარდაჭერაზე, იმიტომ რომ ბევრი გამოწვევა არის სკოლაში. ძალიან. შეიძლება ხანდახან სწავლის შედეგები კი მნიშვნელოვანია, მაგრამ ხანდახან ხდება ისეც, რომ უფრო მნიშვნელოვანია, რომ რა განწყობა აქვს. რამდენად მზად არის ახლა შენ კი გინდა წაიკითხოთ, რაღაც დაწეროთ, მაგრამ ეს რამდენად მზად არის. ხო, ამისთვის. და აი ამაზე უფრო კონცენტრირებული ხდები, რაღაც ეს ბოლო პერიოდი ვამჩნევ ჩემ თავს ხოლმე. შესაბამისად, ჩემი მშობლები, ასე ვიტყოდი, ყოველთვის გრძნობენ, შეიძლება თამამინათქვამია, რომ მე და მშობელი ერთ მხარეს ვართ. და ჩვენ ორივე ერთად ბავშვზე ვართ ორიენტირებული. მისთვის რა არის უკეთესი? თქვა თუ რაღაც განწყობა არ აქვს, შეიძლება ბავშვთანაც ვისაუბრო, რა მოხდა, რამ გაუფუჭა განწყობა დღეს. ხო, ბევრი რამ ხდება ხო ცხოვრებაში ჩვენც. ბევრ ფაქტორზე ვართ დამოკიდებული, ბევრი რაღაც კი ბავშვის ემოციას ბევრი რამ ახდენს გავლენას. ამიტომ მშობლები ჩემთან ასე მგონია, რომ ჩემთან გრძნობენ ხოლმე მშობლები, რომ ჩვენ ერთ მხარეს ვართ და რაღაც წამყვანი მაინც მგონია, რომ ბავშვის ემოციური მხარდაჭერა. დიახ. ისწავლის, ინტერესებს გაიჩენს, მოსინჯავს, შეძლებს, შეეშლება. დიახ. კიდევ მოსინჯავს, მაგრამ თავარია რომ ემოციურად მდგრადი იყოს. აი ეს შეეძლოს.
არ დაყაროს ფარხმალი, ვთქვათ, შემართება კონდეს და თავის შეცდომებსაც, ასე ვიტყოდი, იყოს ხო შეცდომები მცდელობებსაც უყუროს პოზიტიურად გამომივა. მახსოვს ერთ-ერთ საკლასო ოთახშიც ხარდამჭერი ფრაზები ჰქონდა ხოლმე ჩამოწერილი. ანუ იყო სართქვა, თქვი ეს და იქ იყო ხოლმე ხა ზუსტად შეიძლება ყველა ვერ გავიხსნა, მაგრამ ერთს არ გამომდის, არ გავაკეთებ და გვერდით ეწერა რომ კიდევ ვწდი და გამომივა. და მახსოვს უკვე მეოთხე კლასელები იყვნენ ეს ბავშვები და შეიძლება ეს პოსტერი დავიწყებული გვქონდა, იმიტომ რომ უკვე ის იყო ჩვენ გავლილი პოსტერი იყო და მახსოვს რაღაცაზე ვიღაცამ თქვა რომ არ გამომდის ახლა ეს რაღაც და მეორე უბნეო რომ აბა გახედე, შეხედე უკვე დიდები იყვნენ რა მეოთხე კლასელებს მაინც დიდებად თვლი და ისე ქსიამონებს უკვე რომ შენ აღარ გჭირდება ამაზე ძალისხმევის დაკარგვა, იმიტომ რაღაც ეტაპზე უკვე ამაზე ისაუბრეთ, მიუბრუნდით ბევრჯერ და უკვე გრძნობ რომ ისინი იწყებენ ამის გამოყენებას და ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია გაცილებით, რომ ბავშვები, რომლებიც დაწყებით სკოლას დაამთავრებენ და ვთქვათ, გადავლენ მეხუთე კლასში, უფრო ემოციურად მდგრადები, გაბედულები, თავდაჯერებულები, თავისი ძალები ირწმუნონ მინდა. და იმიტომ რომ მგონია რომ მე უფრო მეტი დამოუკიდებლობა სჭირდებათ. კი. და ეს დამოუკიდებლობა აქ უნდა მიეჩვენონ, აქ უნდა წავახალისოთ, აქ უნდა დაუჭიროთ მხარი მათ დამოუკიდებლობას, არჩევანის შესაძლებლობას, აქ უნდა მივცეთ, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა ბავშვებს, რომ ისინი გახდნენ დამოუკიდებელი მსწავლებლები, შეცდომების შიშის გარეშე და საკუთარი აზრის ყარად დაფიქსირება შეცდომა. როგორი განსხვავებულიც და მიუღებელიც ხო? კი ბატონო. კი, მეც აღმოჩენილა რამის მსხვერპლი. არ ვიცი თუ საინტერესოა შემიძლია გავახსენო. კი ბატონო. მახსოვს ჩემი კოლეგა იყო, ოღონდ სხვა სამსახურში, ერთ-ერთი ადამიანი და მე მას ვუთხარი რომ წამოდი, იცი, ჩემ გაკვეთილზე დღეს ძალიან მაგარი გაკვეთილი დავგეგმე მეთქი. და მახსოვს, ანუ ეს იყო ხმამაღალი ფიქრის მოდელი იყო, როდესაც რაღაც მეთოდს ბავშვებს აჩვენებ, როგორ აკეთებ რეაგირებას ტექსტზე, ვთქვათ, ვიზუალიზებას, კითხვების დასმა, შეჯამებას. და ეს ჩემი დაგეგმილი გაკვეთილის განხორციელება დავიწყე, მაგრამ რაღაც მივხვდი, რომ ბავშვები ცოტა ნაკლებად ჩართულები და გაკვეთილის ბოლოს მითხრა ერთ-ერთმა. ზუსტად მახსოვს. არ მომეწონა ეს, აი ასე გაიწია მერთან და არ მომეწონა ეს გაკვეთილი და თავიდან ხო იცი ესე ბრაზირო წამოგენდება, რას გვი არ მოგეწონა მე. დიდხნის დაგეგმილი გაკვეთილი. ხო, რაღაც ესე ნაფიქრი მქონდა რამე და რა თქმა უნდა იქვე ჩდება ხოლმე რომ რატომ არ მოეწონა. და პასუხებიც გამოჩნდა, იმიტომ რომ ეს მოდელი ამ ბავშვებმა იცოდნენ, ანუ მეთოდი იცოდნენ და მე მათ აღარ მივეცი შესაძლებლობა, ანუ მე ვეუბნებოდი რომ ჩემთვის მოესმინათ. მე ვაკეთებდი ამ ყველაფრის ინტერპრეტაციას. წამყვანიყავით პროცესის. კი, იმიტომ რომ რაღაც ამ მეთოდს ხმამაღალი ფიქრს თავიდან მასწავლებელი მოდელირებით აჩვენებს, მაგრამ მე ძალიან გამიგრძელდა ეთყო ეს მოდელირება და მაშინვე მივხვდი რომ კი, მართალი იყო და კიდევ იმას მივხვდი რომ მიუხედავად იმისა, წამიერი იმის ანთების რაღაც ბრაზის, ხო? რატომ ითხრა რაღაც ბავშვი შეიძლება შენც უფროსაც გაგკრას გულში, მაგრამ ვიფიქრე რომ აი ეს ფრაზა რაოდენ ღირებული იყო, იმიტომ რომ მან შეძლო ესე თქვა ხო ახლა. ძალიან ღირებული იყო. ახლაც მეცინება და თუ კი ისინი ყოველთვის შეძლებენ რომ რაღაც არგუმენტირებული სიმართლისკენ იყვნენ მიდრეკილნი, ეს იქნებოდა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო. და ძალიან მნიშვნელოვანია რომ იმხელასანდობა გარემოში რომ მე შევძლოთ ამომად გამოვხატოთ ჩემი პოზიცია რომელიც არ მომეწონა ეს თუ ღირებულებად ესე უნარში გვაქვს უკვე რომ განსხვავებული აზრი მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ყველა ეთანხმება არის ნორმა ამ კლასში და მხარდაჭერილი ეს უკვე მაძლევს ამის შესაძლებლობას და ძალიან მნიშვნელოვანია. მშობლისა და პედაგოგის ჩვენ ერთ პოზიციაზე ვდგავართ, აღნიშნეთ ერთი მხრიდან უყურებთ ბავშვს და ეს რა თქმა უნდა ძალიან ღირებულია, ესეთი ხარაჩოების მეთოდია ხო, რომ რაღაც აი სკაფოლდინგის მეთოდს ეძახიან, ბავშვის გვერდით ვიდგე, მანამ სანამ მას ჭირდება და მე ვფიქრობ, რომ სულ სჭირდებათ ეს რაღაც ახალ ეტაპზე და იმ პროცესში თუნდაც როცა რაღაც მოხდა სახლში, თქვენ აღნიშნეთ, რომ ემოციური ფონი იცვლება, გარემოში ყველაფერი იცვლება, მე აღმოჩნდა ბავშვისთვის საყრდენი, ხო, იმდენად რომ ვთქვათ, იმ მომენტში, როცა მას რაღაც რთული პროცესი აქვს, გადავწიო ის აკადემიური ნაწილი და ვიყო უბრალოდ მსმენელი, ხო?
აი ეს კომპეტენცია, რომ არ დავარღვიო მისი საზღვარი, ვთქვათ, კონფიდენციალურობა, ვთქვათ, მენდოს და რაღაც ეს ნდობა გავამართლო მისი, ძალიან ბევრი კომპეტენცია მოკლედ ჩამონათვალში პედაგოგის, ხო? თქვენთვის როგორია, ან თუნდაც თქვენს ბავშვობაში როგორი პედაგოგი იყო თქვენთვის ყველაზე საყვარელი პედაგოგი და დღეს როგორი პედაგოგია ბავშვებისთვის საყვარელი? კი ბატონო. მიფიქრია სხვათა შორის ჩემს მასწავლებლებზე ვინ მოახდინა ჩემზე გავლენა. დიახ. და რა იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი. კი, მახსენდება რამდენიმე ადამიანი, ერთ-ერთი ადამიანი მახსენდება, რომელიც ჩემი მათემატიკის მასწავლებელი იყო, დღეს გარდაცვლილია სამწუხაროდ. და აი ამ ადამიანმა მახსოვს მესამე კლასში, ახალგაზრდა მასწავლებელი იყო მაშინ, ასე ვთქვათ. მოჰქონდა, ანუ მესამე კლასში შემოვიდა ჩვენთან. და მოჰქონდა ხოლმე ძალიან ბევრი თავსატეხები. და მე აღმოვაჩინე, რომ ეს თავსატეხების ამოხსნის, ასე ვთქვათ, დიდი ინტერესი გამიჩნდა და გამომდიოდა. და ამან ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე გარკვეულწილად, იმიტომ რომ მახსოვს, რომ ეს როგორ თქვა, მასწავლებლის შემოთავაზების გარდა მე დავიწყე მეც ვეძებდი ხოლმე, ვიგონებდი და მახსოვს ეტაპი ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ნორჩ ტექნიკოსთა წრეზე დავიწყე სიარული და აი სადღაც ეს ჩემი ინტერესები იქ დავამუშავე კიდევ ერთხელ რაღაც ფიზიკის ნაწილი იყო რაღაც წრედების შეკრა და მიუხედავად იმისა, რომ მე არ გავყოლილ ვარ ამ ჩემს იმ პერიოდის ინტერესს, ხო? ძალიან სასიამოვნო პერიოდად მახსოვს. ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი მასწავლებელი იყო ეს ადამიანი, თამარი გოზალიშვილი, რატომაც არა ვიტყვი სახელს და გვარს, რომელმაც ჩემში გააღვიძა შემეცნებისკენ ინტერესი. დიახ. აი მეხსიერება მანამდეც მეწყება, მაგრამ აი ასეთი სწავლისადმი ინტერესი მაშინ დამეწყო ზუსტად მახსოვს. ბევრჯერ მიფიქრია ამაზე. იყვნენ ადამიანები, რომლებიც მაგალითად მიგრძნია მათგან წერა მიყვარდა ხოლმე კიდევ და რატომღაც ყოველთვის ცდილობდი ხოლმე, რომ რაღაც განსხვავებული დამეწერა, არ ვიცი ეს რატომ მინდოდა ხოლმე და მიგრძნია ქართულის მასწავლებლებისგან განსაკუთრებული რაღაც ისეთი გაკვირვება, აღფრთოვანება. რაღაც ისეთი დოზით, არ ვიტყვი რომ დიდი დოზით. მაგრამ ეს ძალიან სიამოვნებას მანიჭებდა ხოლმე და ესეც მაძლევდა კიდევ სურვილს, რომ კიდევ მეწერა, კიდევ დამეწერა. და ესეც მახსოვს, რომ იყო მასწავლებლების მხრიდან წახალისებული ჩემში ალბათ. ეს ადამიანები დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩემთვის და კიდევ იყო კითხვა მე მგონი დღეს როგორი უნდა იყოს ხო მასწავლებელი, საყვარელი მასწავლებელი. ეს ალბათ არ ვიცი, ძალიან რთული კითხვა არის. არ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია იყოს საყვარელი მასწავლებელი. იქნებ უნდა იყოს ჩვეულებრივი მასწავლებელი. ესეც მიფიქრია, აი არ მაქვს ამაზე ხოლმე რაღაც ესეთი მყარი პოზიცია, ხო? მეც ყოველთვის ვსვამ კითხვას, რა ჯობია, როგორ ჯობია მათი განვითარებისთვის რა არის მნიშვნელოვანი. ერთი ასეთი რეფლექსია გავაკეთე კიდევ რაღაცა წლების მერე, რომ ჩემი მოსწავლეები, ოღონდ სკოლა დამთავრებული მოსწავლეები აღმოვაჩინე ერთხელ ჩემს მხარდამჭერებად. ანუ მხარდამჭერებად მე დამჭირდა რაღაც სიტყვერი, ასე ვთქვათ, არგუმენტები მჭირდება, იყო საჭირო სადღაც, ასე ვთქვათ. და ვინ იყვნენ ჩემი მხარდამჭერები? ჩემი ყოფილი მოსწავლეები, რომლებიც იყვნენ უკვე სტუდენტები. და ეს ისეთი საოცარი იყო ჩემთვის, მათი გაბედულება, მათი ხმამაღალი სიტყვა ასე ბრჭყალებში ვთქვი, იმიტომ რომ დაწერილი იყო ეს ტექსტები. მათი არგუმენტირებული საუბარი, რაღაც ისეთი მოზომილი, ზომიერი და რო კითხულობდა გიკვირს, რომ როგორ ჩამოყალიბეს, რა საინტერესოა და მაშინ ვიფიქრე, რომ არ ვიცი, მე ამას არ მივიწე, რა თქმა უნდა, დაწყებით კლასის მასწავლებელი ვიყავი და არ ვიტყვი, რომ ეს ჩემი დამსახურებაა, მაგრამ გარკვეულწილად ვიგრძენი, რომ ეს ბავშვები ზრდასრულები უკვე
იყვნენ თავისუფალი ადამიანები და თავისი უკვე მორალური ღირებულებებით შემდგარი ადამიანები. და ეს ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. გულის კუნჭულში ვიფიქრებ ხოლმე რომ მაინც ხო იყვნენ ჩემი მოსწავლეები რაღაც ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში მაინც ხოლმე არის ხოლმე ასე რომ მე-11 კლასელიც რაღაცას დააშავს. ვისი მოსწავლე იყო? დასვენ კითხავს, დაწყებითი ვინასწავლიდა. ასე რომ მაინც ვიტყოდი რომ ეს მათი მიგრძუნი, ხო, არ ვიცი, ვიყავი თუ არა მათ საყვარელი მასწავლებელი ვიყავი, როგორი მასწავლებელი ვიყავი, ან დღეს როგორი მასწავლებელი. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ბავშვებისთვის შეიძლება სხვადასხვანაირი მასწავლებელი ვიყო. და როგორი უნდა იყოს საყვარელი მასწავლებელი. გონია რომ გარკვეულწილად ზომიერი უნდა იყოს შეიძლება. არ ვიცი. ხანდახან ამ ზღვარზე დგომა მე მიჭირს ხოლმე. შეიძლება უფრო მეტად საყვარელი ვიყო. მაგრამ ამდენად ვიქნები კარგი მასწავლებელი არ ვიცი ხოლმე. ამ კითხვას ვამბობ. დიახ, ხშირად ჩემ თავს ვუსვა. ალბათ ეგ ნაწილი არის დაკავშირებული გულწრფელობასთანაც. მე გარკვეული პერიოდი დამჭირდა, რომ ჩემი ბრაზი გულწრფელად გამომეხატა ბავშვებთან, ხო? ანუ რაღაცნაირად ესეთი შეხედულება, რომ თითქოს არ ბრაზდები, არა ვბრაზდები, მწყინს, ჩემში არსებული ბავშვის ტექსტის გაზიარება მათთან, ხო? აი შეიძლება გავიბუტო, შეიძლება მეწყინოს, მაგრამ აი ამ პროცესს მათთან ერთად თუ გავდივარ და გამოვხატავ გულწრფელად, ისინიც ამას იღებენ, არა ის, რომ რაღაცა იდეალურია და არ ბრაზდებოდა არაფერი წყინს, არამედ ხო, მასაც წყინს, ისიც ბოდიშს იხდის, ისიც ბრაზდება, მერე ცვლის, მერე გეგმავს და აი ეს თუნდაც ემოციური რეგულაციის ნაწილში მან უნდა ისწავლოს, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია და თქვენ ვინაიდან უფრო დიდი გადაკვეთა გაქვთ პედაგოგებთან კიდევ უფრო რას ურჩევდით თანამედროვე პედაგოგებს? აი თუნდაც იმ პედაგოგებს, რომლებიც ახლა იწყებენ სკოლაში ბავშვებთან მუშაობას. რას ურჩევდი? არ ვიცი. ალბათ ვურჩევდი პირველი იმას, რომ ხო შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ სიყვარულს ვურჩევდი. მე სიყვარულში ვგულისხმობ, რომ გარდა იმისა, რომ შენს წინ არის ბავშვი, შენ გაქვს სასწავლო გეგმა, თქვენ გაქვთ საერთო რაღაცა მიზნები, გარდა ამისა, ყოველთვის უნდა აგრძნობინო შენს მოსწავლეს ბავშვს, რომ ის არის პიროვნება. შენც უნდა ფიქრობდე. მაგალითად ფრაზა, რომ არ მაქვს დავალება, არ არის მარტო ფრაზა, არ მაქვს დავალება. ან არ მინდა რომ წავიკითხო, არ არის. შეიძლება ამის მიღმა არის რაღაც. კი შეიძლება კონკრეტულ მომენტში შენ არ გაყვე, არ ჩაეძიო და არ მივიღოთ ეს კიდე პირად შეურაცხყოფად. ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ამ დროს დავფიქრდეთ, რომ რა არის, რა ხდება, ვთქვათ, იქნებ რაიმე მხარდაჭერა უნდა ჩემგან. იქნებ ის რომ დავალება არ აქვს, იქნებ მისთვის ზედმეტად რთული იყო. ხო, აი ამ ხრივ შევხედოთ. ხანდახან არის ხოლმე რომ აი ხმაურსაც დავალების შეუსრულებლობასაც, რაღაც ნივთების არ მოტანას, ხანდახან არის რომ მასწავლებლები მოდი ჩემ თავსაც ჩავთვლი. შეიძლება პირად შეურაცხყოფაზე წაიღო. მაგრამ უნდა მივხვდეთ, რომ ისიც პიროვნება, ცხოვრობს, არსებობს, თავის პრობლემებით არის, თავისი სიხარულები აქვს, თავისი სევდა აქვს და როგორც ჩვენ ზრდასრულებს რაღაცები შეიძლება გამოგვჩეს, გამოგვეპაროს, შეგვეშალოს, ასე ხდება მის ცხოვრებაშიც, ხო? თავარია რომ შენ რაც შესთავაზებ ამის მერე. თუ ის გეტყვის რომ დავალება არა მაქვს და შეიძლება რაღაცა ისეთი მოჭრილი ტექსტის გითხრას ხისტი, ხო? გამოვნახოთ დრო რომ ვკითხოთ. არის რაიმე რაშიც შეიძლება დავეხმარო? ან დრო არ ქონდა თუ უბრალოდ ვერ შეძლო? და აღმოაჩინოს რომ შეიძლება მე ვიყო მისი მხარდამჭერი, ხო? მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც თქვათ ვიბარებ დავალებებს რაღაცასე რობოტულად, ვიბარებ ლასწავლექს, ან ვიბარებ მის რაღაც დაწერილ მაგალითებს და ამოცანებს, ხო? ჩვენ რაღაც ერთ პროცესში ვართ, ერთად ვართ ჩართულები, ერთად პოულობთ რაღაც კითხვებზე პასუხებს და ერთად უნდა შევქმნათ, ასე ვთქვათ, ღირებული დავალებებიც და ღირებული ამბებიც ჩვენი სკოლის ცხოვრებიდან.
ახალგაზრდებს მე ვფიქრობ, შეიძლება ჩემი რჩევა არ სჭირდებოდეთ. აი ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდასთან მქონდა ურთიერთობა ამ მასწავლებლობის პერიოდში ვგულისხმობ, მოდიან უნივერსიტეტის სტუდენტები, ჩემს საკლასო ოთახში. მოდიან, იყო ეტაპი, როდესაც მაძიებლები მოდიოდნენ. და მე დამინახავს ამ ადამიანებში, როდესაც რაღაც დაგეგმოზე გვისაუბრია, რაღაც გავუკეთებია და მე ისინი იწყებენ ჩატარებას და მე უბრალოდ დამკვირვებლის როლში ვარ ხოლმე. ისეთი ნიუანსები აღმომიჩენია. ისეთი იოლია მათთვის, რომ ბავშვს გაუგონ. უცებ შემოაბრუნონ თავისკენ, უცებ ინტერესი გაუჩინონ, რომ მე ამ ეტაპზე უკვე ვფიქრობ ხოლმე, რომ ელენე იქნებ, თქვათ, დრო რას გულისხმობ, იცით, რომ ის აღფრთოვანება, რაც პატარა ბავშვებს სჭირდებათ, ანუ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, ის აღტაცება, მათი შექმნილი დავალებებით და ნახატებით აღფრთოვანება, ხანდახან არ გამეპაროს. ეს ახალგაზრდებს უკეთ გამოსდით უკვე. და ბავშვისთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შეიძლება ჩემი დალაგებულ დავარცხნილი გეგმა და რაღაც აქტივობები და რაღაც. ხანდახან გაკვეცდეს რომ ვატარებ, არ ვიცი თუ არის ეს საინტერესო. მიგრძნია რომ ბევრი პერსპექტივიდან უყურებ ჩემ გაკვეთილს და უფრო იმ ფიქრებში ვარ რომ ახლა მე ეს მჭირდებოდა და ახლა მე ეს ასე რომ ექნა და ამ ბავშვისთვის თქვათ რაღაც დამატებით სამუშაო ფურცელი მინდოდა ამას სხვა გარემო ჭირდება ეს ფიქრები უფრო მეძალება ხოლმე ხანდახან პროცესში და აი ეს არ მინდა რომ გამეპაროს, მინდა უფრო მეც მათთან ერთად გავიხარო. კი, მათთან ერთად გამიხარდეს და ეს ახალგაზრდებს ძალიან კარგად გამოსდით. ასე რომ შეიძლება მე ჩემი რჩევა მათ არ ჭირდებოდეთ. მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ. ქცევა გამიჯნა ბავშვისგან, დაფიქრდი ამ ქცევის მოტივებზე, მათ შორის ტყუილი, რომელიც ძალიან ხშირად შეიძლება გვაბრაზებს კიდეც, შეიძლება ვიფიქროთ რომ კი არა და ესეა რომ გამკლავების მექანიზმია, აწმყოში ყოფნა, ბავშვთან ერთად ყოფნა და მისი ემოციების გაზიარება და თვითრეფლექსია რაც აღნიშნეთ, ხო, რომ მე პარალელურად ვფიქრობ რომ ეს აქტივობა სხვა დროს როგორ შეიძლება დავგეგმო რა რესურსი მჭირდება ამასთან, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე გავკადნიერდები და მივცემ პედაგოგებს რჩევას ერთი ესეთი ჩემთვის საყვარელი იგავის სახით. სოფელში არის ბრძენი და ეს ბრძენი იმდენად ცნობადია რომ მეზობელი სოფლებიდანაც მოდიან მასთან. ერთი თანასოფლელი ბიჭი გადაწყვეტს რომ მეც მინდა ესეთი პოპულარული ვიყო და რაღაცნაირად როდემდე უნდა იყოს ეს ბრძენი ყურადღების ცენტრში, მოდი ეხლა მე მივიქცევ ამ ყურადღებას. მოიფიქრებს ესეთ რამეს, დავიჯერ პეპელას, მივალ საჯაროდ ვკითხავ, რომ ხელში რომ პეპელა მაქვს, ცოცხალია თუ მკვდარი. თუ მეტყვის რომ ცოცხალია, უმნიშვნელოდ მოვუჯერ ამ პეპელას ხელს და თუ მეტყვის რომ მკვდარია, ხელს გავუშვებ და ყველა გაიგებს რომ ამ ბრძენს ყველა კითხვაზე პასუხი არ აქვს. მოკლედ ზუსტად ესე მოიქცევა და საჯაროდ ეკითხება რომ ბრძენო ხელში რომ პეპელა მაქვს, ცოცხალია თუ მკვდარი. და ბრძენი რის ბრძენია თუ არ უპასუხა, ის პასუხი რაც ყველასთვის მღირებულია. ყველაფერი შენს ხელშია. მე ვფიქრობ რომ პედაგოგები არიან ისინი, ვინც განსაზღვრავენ, განავითარებენ და აცოცხლებენ ბავშვის რესურსებს და ამოუშვებენ, მისცემენ უფლებას, რომ იფრინოს ამ რესურსებმა და გამოავლინონ თავი თუ ჩაკლავენ. გონია რომ ნამდვილად აქვს პედაგოგს ის ძალა, რომ შექმნას ბავშვისგან ძალიან დიდი პიროვნება, იმიტომ რომ შექმნას მასში საყრდენები ან არ შეამჩნიოს მისი ძლიერი მხარეები და ბავშვმაც გადაწყვიტოს რომ ეს არ არის მისი ძლიერი მხარე. უღრმესი მადლობა უნდა გითხრათ სტუმრობისთვის, ჩვენთან სტუმრად იყო ელენე ბეთლემიშვილი, დაწყებითი საფეხურის პედაგოგი. გისურვებთ წარმატებებს. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო ნინო. მადლობა. ეს შემაჯამებელი თემები და საკითხები ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. უღრმესი მადლობა.